მე გახლავართ არდაშელ ტაქტირიძე, იგივე გიორგი თაქთაქიშვილი. ვარ მწერალთა კავშირის წევრი. გამოცემული მაქვს 5 წიგნი. 3 კრებული, ნოველების კრებული და 2 მოზრდილი რომანის მსგავსი მოთხრობა. მყავს ცოლი, თამარ ჯავახიშვილი, 3 შვილი და 6 შვილიშვილი. მე 7-ს ველოდები. ალბათ გაგიკვირდებათ და პროფესიით ინჟინერ ელექტრომექანიკოსი ვარ. ეს როგორ მოხდა? ასე მოგიყვებით. პირველ კლასში მასწავლებელი მყავდა კაკალა მასწავლებელი. ახლა არ ვიცი კაკალას იძახდნენ თუ ერქვა, მოდი კაკალა მასწავლებელი იყო და ეს კაკალა მასწავლებელი გვასწავლიდა ქართულსაც გვასწავლიდა არითმეტიკასაც. ხო და ერთხელ ქართულის გაკეთილზე დედაენას ასო ღზე ვართ და კაკალა მასწავლებელმა აბა დამიდო თითი თაქთაქიშვილიო ეს რა ასოო ღ ესო ო ეს რ ეს ირა გამოვიდა გოჭი მეთქი იმიტომ სურათი ეხატა რომელზეც გოჭი იყო ეს ხორი არ იყო დღესაც ვთვლი რომ ის გოჭი იყო გოჭი მეთქი ბიჭო ღ ო რ ი რა გამოვიდა გოჭი მეთქი დავიჩე კარგი მაგრამ პირველი ასე რომ ღ მაშინ გოჭი მეთქი და კაკალა მასწავლებლის შეკივლებაზე მივხვდი რომ ქართული ჩემი საქმე არ იყო და ბედი მათემატიკაში უნდა მეცადა ისე შევისწავლე ფიზიკა მათემატიკა რომ ელექტრონიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ჩემი არსობის პურადაც გავიხადე პირველად კალამი ხელში 56 წლის ასაკში ავიღე მანამდე სკოლის თემას ვინჩივის გოგოზე წერილიც არ მქონდა მიწერილი ერთხელ ახლა მოგიყვებით პირველი ნოველა როგორ დავწერე ბორჯომიდან ვარ წარმოშობით სოფელ როელში მაქვს სახლი და მივდივართ მე და ჩემი მეუღლე მივდივართ თბილისიდან როელში ხოდა გავიარეთ ახლა სანამ ბორში შევხვალ გადიხარ ქვემო რენე ზემო რენე თამრიკო მეთქი რენეზე იცი მეთქი შენ ამბავი მეთქი და რენეს ამბავი იცი მეთქი არაო და რაღაცა ლეგენდა მოვიგონე და მოუყევი რაღაცა ცოლბიჭს გოგოს უყვართ ერთმანეთი მე მთიდან ვარდები რაღაცა მოკლედ მოუყევი დაინტერესდა ეს როგორ არის მე უთხარი კაი დამანები თავი გეხუმრე მეთქი და ჩემი მოგონილია მეთქი ჩავედით როელში ახლა ჩემი როელიდან მოვდივართ აქეთ ხო ახლა გამოვიარეთ ზემო რენე ქვემო რენე ხო და ეს რენეზე ამბავი იცი მეთქი რა ამბავიო და მეორე ლეგენდა მოუყევი ისიც ჩემი მოგონილი რა თქმა უნდა ხო ბიჭო ეს იმას დაინტერესდა რაღაც კითხვები და დამანები თავი მეთქი გეხუმრე მეთქი ჩემი მოგონილი მეთქი ჩამოვიდა ახლა მეტთან მომეწონა ბიჭო კარგად მოუყევი კარგი იყო მოდი მეთქი დავწერე ამას ხო და დავწერე ეს ორი ლეგენდა დავწერე ამათ გამაერთიანებლად ერთი ძველი წერებიანი ანეკდოტი ჩავსვი რომელმაც ეს ორი გაერთიანა და კაი რაღაც გამოვიდა ხო ეს შევინახე მე გამახსენდა ერთი მეგობრის მამის მონაყოლი ის იყო რა ქვია გადასახლებული იყო მაგადანში იყო გადასახლებული იქ აურამებს გვიყვებოდა ხოლმე ეს ამბები გავაერთიანე დავწერე მეორე ნოველა ბორკილები მე მივაყოლე 1-4-5 ნოველა დაწერილი მაქვს და როგორც წესი წერილები თავხედები ვართ ვისილია ჭავჭავაძელის აკაკი წერეთელი ჰიუგო დიკენსი გოეთე მაგრები პირველები ჩვენ ვართ კაცო ჩვენსაც ვერცერთი ვერ შეედრება ამიტომ გინდა რომ შენი ნაწერი შენი შემოქმედება სხვამაც ნახოს მაგრამ ახლა 56 წლისა ვარ ხო რაღაცა რომ დამცინონ იმისიც მეშინია რომ დამცინონ ხო და ამიტომ ავდექი და ახლა ფეისბუქი ყველაზე კარგი საშუალებაა რომ გააცნო ხალხს გავაკეთე გვერდი არდაშელ თაქთირიძის გვერდი გავაკეთე ხო და ფსევდონიმად ავიღე ხო და მას ვქენია
ისე რომ სახშიც არ იცოდნენ. დავდე არდაშილ თახტირიძის გვერდზე ჩემი ნოველები მე მივამატე. ხო? ამასობაში ამ ზაღლმა კიდე გააჭირა რასაც. ამასობაში, მაგრამ ზაღლი არა ასე თქვა. ამასობაში დამიკავშირდა ეს თბილისელების რედაქტორი დამიკავშირდა თუ შეიძლება თბილისელებშიო კი მეთქი გაუშვა თბილისელებში თბილისელებმა ის ვთქვა ყოველ კვირას ახალი უნდა დამეწერა რომ თბილისელებში ნომერია ჩავარდნილიყო და აი ესე რა ხო და ერთხელ სახში მივედი სამსახურის მერე და ცოლი მეკითხება არტაშე თაქთირიძე ხო არ იცი ვინ არის ვინ არის ვიღა ამითქი ბიჭო კარგაცებს წერსო აი შე რომ მომიყევიო ისაო რენეზე რომ მომიყევი ბიჭო მართალი ყოფილაო ესეცა წერსო მაგასო ხო და წამიკითხა ჩემი ნადარბაზევისმა წამიკითხა სულელია ვიღაცა ხალ დამანებით ალბათ საჭმელი მაჭამე შენო მანქანა დანადგარები გაქვს თავშიო შენო სულიკა გაუხეშებულიო შენ ლიტერატურის რა გისმისო ხო ერთი წლის თავზე მე ჩემი უკვე რო გავეცანი მკითხველს მკითხველი შემეჩვია უკვე ნუ მეც მომეხსნა ის ტვირთი რო შეიძლება არ მოეწონოთ შეიძლება დამცინონ ეს კომპლექსი მომეხსნა და დავდე ჩემი სურათი ჩემი სახელი გვარი და ვაი მაგდადებას ორი კვირა არ მელაპარაკებოდა გამებუდა ძლივს შევვირიგე ხო ალბათ ვკითხავთ არდაშილ თაქთირიძე რატო დავირქვი მე-16 საუკუნეში სამცხედან ქართლში გადმოსული თაქთირიძის შვილები არდაშელი და ელიზბარი ორი გვარით იწერებოდნენ თაქთირიძე თაქთაკის შვილებად არდაშელი იყო პირველი თაქთაკის შვილი ჩემი შორეული წინაპარი ისე თაქთირიძეებზე ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ თუნდაც ეს ნოველა არ არის ნაღდი ამბავია ნაღდია სად გავჩერდი ხო მოკლედ ჩემი მკითხველები ხშირად კომენტარებში თაქთირიძის მაგივრად თათქარიძეთ მომხსენებენ არ მწყინს და რატომ იცით სიმართლეა და იმიტომ გაგიკვირდათ მაშინ მომღებით ჩემი დიდი პაპის მამას თავად მიხეილ არდაშელიძე თაქთაკიშვილს რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკს ჩემი დიდი ბებია ეკატერინა გურამიშვილი ყავდა ცოლად ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლგა გურამიშვილის ბიძაშვილი ქეიფი და დროს ტარება ყვარებია ჩემ წინაპარს სადილზე ბატკანი არ ყოფნიდაო გამიგონია პაპა ჩემისგან გრიგოლ ორბელიანთან უმეგობრია ერთად ქეიფობდნენ და ბანკოზეც არ ამბობდნენ თურმე უარს არ უმართლებდაო ზარში აგებდა ხშირად ბოლოს ყველაფერი წააგო სახელმწიფომ თბილისის სახლი გაუყიდა და იმ სახლში პირველი ქართული თავადაზნაურთა გიმნაზია დაარსა დღესაც არის ეს სახლი ბოჭორიძის 23 იყო ეხლა ჩერქეზიშვილის 23-ია თუ არ ვცდები გადასულა ბატონი მიხეილი სოფელ ქვემო ხვიჩში მამა პაპისეულ მამულში იქ ჩაუკითხავს ილია ჭავჭავაძეს მისხდომიან ქვისლების სუფრას გამოუტანია მზარეულს ორი მათლაფა ბოზბაში ზედდადებული ცხრის კანჭით ჩაუბუჟბუჟებია წვნიანში ლავაში ჩემს წინაპარს დაუხედია სავსე მათლაფისთვის ამოუღია რევოლვერი და უთქვა ჩემო ილია ახლა ამაში ვინმე უნდა ჩამიფუთხოს ხომ გავაფრთხობინებს სულსო წავიდა ილია სახლში ქართლის სოფელი კახეთში გადაიტანა თაქთაკიშვილების ძველი გვარი თაქთირიძე თათქარიძეთ მონათლა და დაწერა სატირული მოთხრობა კაცია ადამიანი
ჩემი ბათუმი უნდა მახსენდება სიმღერით ბათუმს კათკათას. საიდან მოდის ეს ღრმა ახალგაზრდობიდან მოდის. მანქანა ყავდა სახლში. მანქანა მასკვიჩი 407. ეს ძველი ვოლგა თუ იცით, აი ისეთი იყო, ოღონდ პატარა. ნუ თავის აგებულებით მანქანას გარდა ყველაფერი იყო. ყოველ თბილისიდან ბორჯომში 4 ფუჭდებოდა. მაგრამ მანქანა იყო. მამა ჩემს ყავდა მანქანა, დადიოდა მაგ მანქანით. მერე მამა ჩემი წაღვერში მუშაობდა MTS-ი, მანქანა ტრაქტორების სტანცია, სადგური. მაგის უფროსი იყო და ბრძანებით გადმოიყვანეს თბილისში და სანამ ახლა ადგილზე დანიშნავდნენ, თავისუფალი ჰქონდა დრო და ეს მანქანა დაშალა მანქანა, მოგდა აი ბოლგაიგამ დაშალა მანქანა, გაპარწულია ეზოში მანქანა, დახსნა კარებები, ყველაფერი, კრილო კაპოტი, ყველაფერი დახსნა. ხო და მარტო ის აკდია მაშინ რა ქვია შეჩურთულია იმის გვერდზე ეს კუზაო რა ქვია ესა ხო მოკლედ რაც შეჩურთულია იმის გარაჟის გვერდზეა ძარა შეჩურთული ხო და ამასობაში მამა ჩემი დანიშნეს ახალ თანამდებობაზე სამმართველოს უფროსია მანქანა ემსახურება ძღოლი ემსახურება ახლა უნდა მოსკვიჩი ყოველდღე ვოლგა მოდის მიყავს მამა ჩემი სამსახურში ხო და მოკლედ ეს გავიდა წლები ეს მანქანა ფოთლები ახლა გარაჟის გვერდზე ვინ გამოხვეტავდა იმ ფოთლები დაეფარა ეს ნაგავი ყველაფერი დაედო ბოლოს მე რომ 10 კლასში გადავედი, მაშინ მარტო სახურავი გაჩანდა მაგ მანქანის. დანარჩენი დამარხული იყო ყველაფერი. ხო და მე ბავშვობიდან მანქანაზე ვიждები. მანქანა მიყვარს ძალიან. ხო და დავიწყე ამ მანქანის ამოთხრა და აწყობა. მამა ჩემი მტრაფილოს ტყილაცდები წადიო. იბეცადინე ჩასაბარებელი გათმისაღები გამოცდები. მოგეშინე მეთქი მივხედავ იმას. ხო და მოკლედ ნენელა ამოკაჭე ვიღაცა ეს პეწია იყო ერთი ხელოსანი იმასთან ჩავდიოდი უყურებდი ძრავს როგორ აწყობდა თუ პრინციპები მოკლედ ავაწყე ეს მანქანა ავაწყე ტარება ვიცი ხო იმაზეც ვიარე ერთთვიანი იყო მაშინ მართვის მოწმობის გამოცდები იყო ერთთვიანი, ესეც ვიარე ავიღე მართვის მოწმობა და უგემს ხოლი ვარ რა, მანქანაა მინდა, მაგრამ მამა ჩემი არ მაწყობს ამ მანქანას. არაო, შენო დაიშლება ეს მანქანაო, დაიმტრევიო. არაო, თუმცა იცი რომ ტარება ვიცი. ხო და ეხლა ის პერიოდია ზაფხულია, აგვისტოა მე უმაღლესი ჩავაბარე გამოცდები და ავიტეხე ზღვაზე მინდა უნდა წავიდე ზღვაზე. ნუ კარგი. ოჯახიც ატყდა, ხა წავიდე ზღვაზე. აბა მეთქი ჩასხედით, მე უნდა წაგიყვანოთ. მამა ჩემშილო, ეხლა შენი გაწყობილი მანქანითო როგორ განდო ოჯახი მივდივართო. ხო და მოდიო, ესე გავაკეთოთ. ეხლა მე დავიწყე, აი მანქანა ჩემი აწყობილია, აბა ჩემია, აი უნდა. მოკლედ ესე გავაკეთოთ. მე ჩაგიყვანო ბათუმშიო. რა ვიცი ახლა გზაში რა მოძრება ამ მანქანას. თუ მანქანა ბათუმამდე ჩავიდაო, ესე იგი ყოჩახში ნუ აგიწყიაო. ხო და ბათუმშიო მოგცემ მანქანას და იარეო ბათუმშიო. მაგრამო თუ ბათუმში ვერ ჩავიდაო, მე ვარ ცოდოებიო. გავთახდი კარგი მეთქი. ოღონდ იმ პირობითო, იქაც პირობა დამიტო. ოღონდ იმ პირობითო ბათუმშიო თუ წვიმა იქნებაო. ვერ გათხოვებ მანქანასო და წვიმაშიო მეო
ესეთი მანქანაო, სრიალებსო. ხო და არ გადაიჭე ხوارმული სრიალებს. ახლა იცის რომ ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა. ბაბა ჩემაც იცოდა ეგ და არ შეიძლება პირობები ჩამიდოდა, ამიტომ რომ არ უნდა მათხოვოს რა ეს მანქანა, მაგრამ მე ახლა ღმერთს შევთხოვ, ჯერ გზაში არ უნდა გაფუჭდეს ეს მანქანა. მივდივართ მოკლედ ერთი სამჯერ გორის უღელტეხილზე ადუღა წყალი, ერთი სამჯერ რიკოთის უღელტეხილზე, ერთი სამჯერ კიდევ ეს სვეჩების სანთლების დაასველა და გამოწვა დაგჭირდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივია, ეს მოსკოვისთვის იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ეს არ ჩამეთვალა მე იმათ ნაკლად. ჩავედით ბათუმში 9 თვალამზე კაცო. ზღვა არ ღელავს, ასფალტივით არის ზღვა. ხო, ნუ მამა ჩემა ცოტა კი მასაკნა, მაგრამ მე გადმომიდო გასაგები, ახაშვილო შექმედიო. ესე იგი, ესეთი რამე ბათუმელებს არ ახსოვთ. 2 კვირა წვიმა არ მოსულა ბათუმში. 2 კვირა თავზე დავიმხე ყველაფერი. იქ ბათუმელი ბიჭები, კაი ბიჭები, ვიპოვეთ ბაკაცები, ხო. იქ დროშის გოგოები რაღაც მოკლედ. ჩემ მანქანაში 11-12 სული ვისხედით მანქანაში და ვღეროდით ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაც. ვღეროდით აი აქედან არის. მესმის აქედან მიყვარს ბათუმი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი 2 კვირა. მე თავისუფალი ვიყავი. მე არავინ არ მაკონტროლებდა, თან მანქანით ვიყავი. ერთხელ ესე მივდივართ ბღერით, სხვათა შორის მამა თაქთაქიშვილი მყავს, დედაც საბაძე, არც სმენა მაქვს, არც ხმა, მაგრამ მღერი ბათუმს ქათქათას, მღერი იმიტომ რომ გულს ემღერება. ხო და მღერით 1-12 სული ვართ მანქანაში, ხო და გაგვაჩერა მაშინ ინსპექცია იყო. ინსპექციამ გაგვაჩერა. აბა ვინახართ, აი რაღაც რომ გადმოვლაგდით ბიჭო 12 სული. ეს კაცი გვიყურებს, გაშტერებული. ამოდიან მანქანიდან. ზოგი ბაგაჟნიკიდან ამოდის, ზოგი კაპოტზე. აი გამოგლეთ რა. გადმოდიან და ჩუ გვიყურა და აბა ეხლაო მეო, საათს დავინიშნაო და თქვენო თუ ისევ ჩალაგდებითო უკანო. ხო, გიშვებთ არაფერი არ მინდო, მაშინ ახლა ვარიანტი არის, ახლა ინსპექტორმა გაგაჩერა და იქ ისა რა ქვია, უკეთეს შემთხვევაში 15-იანს გართმევს, უარეს შემთხვევაში ტალონს გიხრიდავს. 3 გახრეტა და всё ის არის, ლიშენია ეს, ჩამოგართმევენ. ხო და გიშვებთო რა, თუ ესე აი ისინი რა ქვია, შპროტის თევზები რა, ტახ, ესე დავლაგდით, უკვე მიჩვეულები ვიყავით. დავლაგდით ერთმანეთზე ჩავსხედით და ყოჩახ თქვენო. წადითო და წამოვედით. ახლა რაც შეეხება ფესტივალს. ფესტივალი იყო სასწაულად ორგანიზებული. ბოლო დიდი მადლობა. არ მინდა ახლა გამომრჩეს ერთი რამდენიმეს დავასახელებ დანარჩენებს და ბოდის მოვიხდი. ვინც ვიცი ორგანიზატორები, იმათ დავასახელებ როინს, გენრის, არჩილს, სულხანს, ზალს, მარიკას, ლალის, კიდევ არიან და მაგრამ ორგანიზება იყო ფრიად. ესე იგი მე ალბათ ცხოვრებაში ვეღარ მოხვდებოდი, რადგან აქამდე ვერ მოხვდი, ქედაში ცხოვრებაში ვერ მოხვდებოდი. სასწაული ვნახე რა, სასწაული. არა მარტო ის რომ ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში ვიყავი ამ სიტყვაში, ამ სიყვარულში, ამ გულღია ხალხში. პლუს კიდევ ეს ბუნება, ლამაზი ბუნება, მით უმეტეს ეს შემოდგომის აჭრელებული მთები, ნუ სასწაული ვნახე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კმაყოფილი. მე დახვედრა, როგორი დახვედრა მე.
მე წკარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი არა ვარ ახლა ისე რომ ყველა ფესტივალს გითმართლი გითხრათ პირველად ვიყავ ფესტივალზე ეს გულღია დახვედა ისეთი რომ მე ვიხსენი თავი ოჯახში ერთი წუთით კომპლექსი არ გამჩენია რომ რაღაც უცხო ხალხში ვარ არა პირველად ნახე ხალხი მაგრამ ისინი უკვე შინაურები იყვნენ მე რა კარგ პოეტებს შეხვდი რა კარგ წელებს რა კარგები ყოფილან მე არ ვიცნობდი ბევრს არ ვიცნობდი ახლა კი როგორ არა ნუ ახლა რამდენი ვიცოდი და კითხულობდი იმას როინის ლექსებსაც ვკითხულობდი, გენრის ლექსებსაც ვკითხულობდი, ულაიქებდი კიდევაც, მაგრამ დანარჩენს ბევრს არ ვიცნობდი. დღეს ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ჩვენ გაგვაერთიანა, ამ ფესტივალმა გაგვაერთიანა. უფრო მეტი ეს მესამე იყო, უფრო დიდი იქნება, უფრო გრანდიოზული და მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, უფრო დიდი იქნება გრანდიოზული და რაც თავარი მეტნი ვიქნებით. და რამ მომხიბლა კიდევ აი ამ ფესტივალზე რომ მესამე დღეს მამები და შვილები ხო ვიყავით ფესტივალზე შვილიშვილებთანაც მივედით სამი თაობა გავერთიანდით სამი თაობა ეს არის ესტაფეტა რომელიც გადაეცემა ისეთი ბავშვები ვნახეთ მომზადებულები დღეს კალამი რომ ისე ისინი დაწერენ აუცილებლად. განგრძობითობა ეს აუცილებელია. ეს აუცილებელი სამივე თაობის ერთიანობა აუცილებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მასპინძლებს. მე თქვენს გვერდში ვარ აწდა მარადის და უკუნისამდე. ბაზარში. მამა, რამდენი ხანია არ მინახავს. რა იცი სამკაცმა დაატებს თავს და გარბის. მთელი ცხოვრება ასია მამა ჩემი წინ გარბის, ოჯახი უკან მივდევთ. ბათუმში გვაქვს მასეთი ფილმი გადაღებული 8 მმ-იან კინოფილმზე. მიშამ გადაიყო ჩემმა ძმამ. მარტო მონადირე კი არა, ფოტომონადირეცა. ისეთ კაცს დაიჭერს, გაგაგიშებს. მამა, ალბათ ვერ მოიშვენა სახში. ბაზარში გამოვიდა. პერანგზე ნახსოვის სვიტრი გადაუცვამს. ეს ის სვიტრია რიგაში რომ იყიდა. ზემოდან თავის საყვარელი ყავისფერი ქურთუკი აწვია, ძლივსად ჩააწვა. დედაჩემმა მუქი პერანგი თორემ წყალკანალის სასადილოს მენიუ ყოველდღე მუცელზე აწერია. რა უნდა ამ საახალწლოდ? ნაღდად კარალიოკის ჭირს იყიდეს. ხორცის სექციასთან მივიდა. ყიდულობს, ნაჭრებს არჩევს, გამეცინა. ჩვენს ოჯახში მუდამ არის ხორციანი სადილი. უხურცო ყერძი არ უყვარს, ვერ აწყებს. მამა, სად დაიკარგა? აქ არ იყო ხორცის დახთან. ინდაურებში გადასულა. ახალ წელს ინდაურის საცივს აფასებს განსაკუთრებით დედაჩემის გაკეთებულ სქერცს. ბარკალი რომ გონია და კისერს გადმოიღებს. დედაჩემის გაკეთებული საჭმელები მეც მიყვარს. კარგი ხელი აქვს. ერთხელ მამაჩემმა ინდაური მოიყვანა, მაგრამ ფეხზე ინფექცია შეეჭრა და დაუჩირგდა. საწყალი ინდაური ძვალი და ტყავი გახდა. მამაჩემმა ფეხი მოაჭრა და რომ მოუშუშდა, ხის პროთეზი გამოუთალა და მიამაგრა. მოკეთდა, გაფხორული ჟოფრეი პეირაკივით დააბიჯებდა. მამა, ბატებში და იხებში რაღა უნდა? ალბათ ფიქრობს ინდაურის საცივი ჯობს, ბატის თუ იხვის. მე თუ მკითხავდი ინდაურის საცივს, ვერაფერი შეედრება. იქვსე გამახსენდა. მე და ჩემს მას ერთი იხვი ყავდა ვიტვიტა. მამაჩემს არ ვაკვლევინებდით. ერთხელ დილით საქათმე რომ გამოვაღეთ, ჩვენი ვიტვიტა ეგდო თავმოყრდილი. კვერნა შემომძვრალაო დაასკვნა მამაჩემმა. იმ დღიდან შემძულდა საკვერნეთი და სამაჩვეთი. თუმე კვერნას ჩვევა ქონია, ხაფანგში რომ გაებმება, თავს მოიმკვდარუნებს. რომ გამოხსნი გეცემა და ხელზე გიკდენს. პრინციპით. გამიშვი და გაგიშვებ. ხელს გაუშვებ და გარბის. მაგრამ თურმე არსებობს მეთოდი. პატარა ჯოხი უნდა აიღო და კვერნას უკანალში შეურჭო. ეთკინება სიმწრით პირს გააღებს და ხელს გამოაცლი. ხო და შვილო, მამაშვილი წავიდნენ დაგებული ხაფანგების მოსაჩხრეკადო მომიყვა მამაჩემმა. დაუნახავთ მკვდარი კვერნა გდია ხაფანგში გაგმული. მამას გამოუხსნა და კვერნას ხელში ჩაუსია კბილები. ჯოხი, შვილო, ჯოხი უკანალშიო დაუძახა შვილს. შვილს კვერნის გამოხსნის მეთოდი არ სცოდნია, აუღია დიდი კეტი და მამამისისთვის უთხრია. კვერნას შეშობელძაღლო, მე კიდევ ეგ მინდაო, სიმწრით ღრიალებდა თურმე კაცი. მამა, ვეღარ ვხედავ, ვიღაცის კამზე ავედი, ხო აი დავინახე, ხილის დახთან მისულა ჩირებს უტრიალებს, ხომ თქვი კარალიოკის ჩირის გარეშე, სახში არ წავა მეთქი, ტკბილეული უყვარს, შეუძლია მანქანა გაყიდოს და იმფულით ჰალვა იყიდოსო, ხუმრობს ხოლმე დედაჩემი, იმიტომაც ამ თელ ოჯახს კბილების პრობლემა რომ გვაქვს. ერთხელ დედაჩემს კბილი ასტკივდა. გადის და გამოდის, ჩვენ ამ დროს ფეხბურთს უყურებთ.
დინამო თბილისი თამაშობს. დედაჩემს კბილის ექიმის სახელი ახსოვს დარეჯანი, მაგრამ გვარს ვერ იხსენებს, რომ ტელეფონების წიგნში იპოვოს. კაცო, რა გვარია დარეჯანი არ გახსოვს? წინ გადაუდგა მოქანავე სავარდელში მსდო მამაჩემს. გაიცი ხალო გვერდზე მაყურებინე. დარეჯანი კბილის ექიმი რა გვარია? დარეჯანი, ჩემი შნოდა მაგის ჯანიო, ჩაიღინა მამაჩემმა. გამახსენდა ჯანიაშვილიაო, გაიხარა დედაჩემა. აი ტკბილეული წუყიდია, ბაზრიდან გადის. დროზე უნდა დავეციო, თორემ ისეთი სიარული იცის მთელი ცხოვრება, ის წინ გარბის ოჯახი უკან მივიდევთ. მამა, დავეციე, ხელი წავავლე, მოტრიალდა, უცხო კაცი გაკვირვებული შემომაცხერდა, შემრცხვა. ხელი გაუში და ბოდიშის მაგვარი ჩავილუღლოა. მაშინ გამახსენდა ერთი უფროსი მეგობრის ნათქვამი გარდაცვალებიდან ცოტა ხანში ძებნას დაუწყებო სისველები გრძენი. ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები ნიკაპის ქვეშ იყვრებოდა და მკერდზე გულთან მეწვეთებოდა.